მშენებლობით დაინტერესებული, ან შემდგომში აპირებ შენობა ნაგებობის აშენებას, ან უბრალოდ სახლის აშენებას, შენთვის მნიშვნელოვანია იცოდე წერტილოვანი ფუნდამენტი. წერტილოვანი ფუნდამენტი არის ყველაზე ბიუჯეტური, სწრაფი და მეტად გავრცელებული მთელ საქართველოში. ის გათვლილი არის მყარი გრუნტისთვის. შესაძლებელი არის 1, 2, მაქსიმუმ 3 სართულიანი სახლის აშენება. ის არ გამოიყენება მრავალფუნქციურ შენობა ნაგებობებში. პირველი კლასის შენობა ნაგებობებში ის არის აქტუალური და გავრცელებული. მისი კლასიკური მაგალითი არის აქ წარმოდგენილი. წერტილოვანი ფუნდამენტი ბალიშის ფუძით, ფილოვანი ფუძით. ეს არის მისი ფუძე. ეს არის ბალიშის ფუძე, რაზეც არის ფუნდამენტი დაშენებული. რაც შეეხება მის სხვა სახეებს, ეს არის ჭიქისებური, კონუსისებური, მრგვალი და ასე შემდეგ. წერტილოვანი ფუნდამენტის მოწყობა ხდება ნიადაგის ოთხკუთხედად ამოღებით, შემდგომში გრუნტის ღორღის ჩაყრით, არმირების მოწყობით, ფუძის ჩასხმით, ფუძის შემდგომ სვეტის ჩასხმით, შემდგომ ჩაიყრება გრუნტი ან ღორღი და ამის შემდეგ უკვე ყველა ეს წერტილოვანი ფუნდამენტები შეიკრება შემკრელი ქამრით, შეგიძლიათ მას როსტვერკიც უწოდოთ, შემკრელი ქამარით უწოდოთ ან უბრალოდ რიგელი უწოდოთ. ამის შემდგომ აუცილებლად შეივსება ეს სიცარიელე გრუნტით ან ღორღით, მოიქსოვება არმატურა, ერთი შრე და ჩაისმება შემავსებელი ბეტონი, რაც შემდგომ უკვე ჩაითვლება პირველი სართულის ძირად, ანუ იატაკად. ხოლო ამ ნაშთვერებზე, არმატურებზე მოხდება ღალიბის შეკვრა და კოლონების ჩასხმა უკვე ზედა სართულისთვის. ბევრი შემთხვევა მქონია წერტილოვანი ფუნდამენტის გამოყენების, როგორც დასავლეთ საქართველოში, ისევე აღმოსავლეთში, სამხრეთში, კერძოდ ბაკურიანში ძალიან ბევრი სახლი არის ვაგამით ფუნდამენტით აშენებული და ერთ-ერთ მაგალითს ნახავთ ვიდეოს ბოლოშიც.